უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველა პოლიტიკურმა ძალამ. Რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის აქტიურობა თვითმმართველი ორგანოების შემადგენლობის განსაზღვრაში. ეს კითხვა ამ მომრჩევლებს დაუსვით. სპექტრს მხოლოდ მათმა უმცირესმა ნაწილმა უპასუხა, დანარჩენებმა კი უბრალოდ უარი გვითხრეს. მიაზრით უნდა მიიღოს. მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მათ ადგილზე მივიღებდი მონაწილეობას. არჩევანი რომ უნდა იყოს უფრო მრავალფეროვანი, ეს მათთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც. ამიტომ ჯობია რომ რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა მიიღოს მონაწილეობას, მით უკეთესი მიასოფიქრე. ერთი და ოხერია ყველა მან. საქართველოს მომავალი თუ ჭირდება, ოპოზიციაც უნდა იყოს და პოზიციას. აი ესე ვერანაირად ვერაფერი ვერ მოხდება ქვეყანაში რა. ჩემი აზრი ეს არის. თავად უკეთიციან საყვარელო, მე არ ვიცი. მინდა ვისურვო რომ ამ არჩევნებში ყველა მიიღოს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. აპატიეთ მათ არ იციან ადგილობრივი არჩევნების როლი და რა დანიშნულება აქვს მას თუნდაც ოპოზიციის შემდგომი წარმატებისათვის. დიახ, თუ მათ სამომავლოდ არჩევნებში წარმატება უნდა მოიპოვონ და საპარლამენტო იქნება თუ საპრეზიდენტო, სწორედ უნდა ესადონ უპირველესად ადგილობრივი არჩევნები მოიგონ, ხალხთან მისასვლელი გზა იპოვონ და უფრო გაუადვილდება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომელიც მათ აწუხებს. ამას რა თქმა უნდა არ ამბობენ. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, ასევე ფინანსურ რესურსსაც და კიდევ ერთი ხალხთან მისვლა არის საჭირო. არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ამისათვის ისინი თავს არ იწუხებენ. გაითვალისწინებს თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. ქვეყნის საერთო ოპოზიციურ ველზე კი განსხვავებული პოზიციები იკვეთება. არჩევნებში შესვლა პარტია გახარია საქართველოსთვის აპირებს. მასთან ერთად შესაძლებელია ძლიერი საქართველოც ვიხილოთ. მყარ უარზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ ღალატის ტოლფასი არის დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და კალანდარიშვილის CSGO-ს პირობებში არჩევნებში შესვლა, რადგან ფაქტია, მათ ამ მეთოდით გააყალბეს და მოიპარეს ქართული ხალხის არჩევანი და ისევ შეეცდებიან იგივეს გაკეთებას. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება მათთვის შეიძლება мотиваციაც კი იყოს, რომ ჩაატარონ ორივე არჩევნები ერთად, რომ ამით ლეგიტიმაცია მიცენ საპარლამენტო თავიანთ უმრავლესობას. ამიტომ არ ვაპირებთ ამ ფარში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს ამ მომჩევლისთვისაც უნდა იყოს გასაგები, რომ დღეს ამ პირობებში არჩევნებზე მისვლა ღალატის ტოლფასი არის მათთვის, ვისაც ფიქრობ, ვისაც უნდა რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს. საარჩევნო უბნებზე და საარჩევნო ოლქებში იმდენად შეიცვალა არა დემოკრატიული პრინციპებით, არამედ გაუარეს და ელემენტარულად ოპოზიციის წარმომადგენლებს უბანზე პირადობაზე დახედვის უფლებაც კი აღარ აქვს. რა აზრი აქვს ამ პირობებში, როდესაც ვერაფერს ვერ აკონტროლებ არჩევნებში შეყვე მას, ვისაც უნდა რომ ლეგიტიმაცია მიიღოს ამით. ამ არჩევნებში შესვლას არ ვაპირებთ იმ პირობებში, თუ რა თქმა უნდა არაფერი არ შეიცვლება. ამ მოთხოვნით დგას 200 დღეა ახალგაზრდობა ქუჩაში, რომ შეიცვალოს და ცვლილებების შემდგომ დემოკრატიულ არჩევნებში, რა თქმა უნდა, სიამოვნებით შევა ნებისმიერი და მოსინჯავს თავის ძალებს, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებისთვის. მაგრამ თუ ქართული ოცნება ამ რეზოლუციაში ჩაწერილ ცვლილებებს არ გაითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არც ჩვენ არ შევალთ არჩევნებში და არც ერთი საღადმოაზროვნე ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს არჩევნებში. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ ურეიტინგო ოპოზიციის მონაწილეობა არ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათი თქმით, ქართული ოცნება საუკეთესო შედეგს დადებს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. ოპოზიცია დიდი ალბათობით შემოვა და
არჩევნებში შემოვა. ის წინა ევროპარლამენტიდან მოწოდებაც იყო, რომ არჩევნებში 25 წლის მმართველობის არჩევნებში უნდა მიიღოთ ეს ამ მონაწილეობა. ჩემი აზრით ის არის, რომ ასე ვთქვათ, გაამართლონ ეს ნაბიჯი, რასაც ამ არჩევნებზე ოპოზიცია გადადგავს. მნიშვნელობა არ აქვს. ვინ შემოვა, როგორ შემოვა, ქართული ოცნება როგორც წინა წლებში ისევე დაბაჯერებლად გაიბარჯვეს. ასე რომ რომელი ოპოზიცია გახარიას გინდა ლელოს ახალი თუ ნაცები თუ სახეცვლილი ნაცები თუ ვინც არ უნდა შემოვიდეს, მნიშვნელობა არ აქვს. ქართულმა ხალხმა ბევრჯერ გაცდა საკადრის პასუხი ოპოზიციას და კიდევ ერთხელ გაცემს 2025 წლის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ელექტორატი ამ დღეს მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.